ოცნებისთვის დროის ათვლა დაიწყო ოლიგარქის მთავრობას მხოლოდ 2 არჩევანი აქვს ეუთოს რეკომენდაციების შესრულება ან პასუხისმგებლობის დაკისრება გლობალურ დონეზე. ივანიშვილის წარმომადგენლების განცხადებები დასტურდება, რომ მათ ყველაზე მეტად პროცესში სწორედ საერთაშორისო მართლმსაჯულების ჩართვა აშინებთ. ამ სცენარის წარმოდგენის შემდეგ ოცნებამ ეუთოს ექსპერტი მანდატის დარღვევაში დაადანაშაულა. კრიტიკული ანგარიში, რომლის პრეზენტაციაც ვენაში გაიმართა, დასავლეთს მოუწოდებს, რომ თუ რეჟიმი რეკომენდაციების შესრულებაზე უარს იტყვის პროცესში ჩასართავად საერთაშორისო მექანიზმებს, მათ შორის ჰააგის სასამართლოს მიმართონ. 24 ქვეყანამ ანგარიშის გაცნობის შემდეგ კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა. მათი განცხადებით და ოცნების პირველი რეაქციით საულმე ლაბაძე უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. დავიწყოთ ეუთოს წევრი ქვეყნების განცხადებით, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ამ დოკუმენტს სრულად ეთანხმებიან და იქ წარმოდგენილ ყველა რეკომენდაციას იზიარებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ეუთოს წევრი სახელმწიფოები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ მან დასაჯოს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი გააუქმოს რეპრესიული კანონები და აქ საუბარია სწორედ გაუქმებაზე და როგორც წევრი სახელმწიფოები აზუსტებენ ამ კანონების შესწორება საკმარისად ვერ ჩაითვლება, ასევე ქართულმა ოცნებამ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, პოლიტიკური მიზეზით დაკავებული პირები, ასე წერია დოკუმენტში და უარი თქვას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნის გაგრძელებაზე. შესაბამისად ივანიშვილის პარტიამ ასევე უარი უნდა განაცხადოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის განზრახვაზე და ბოლოს აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია ივანიშვილის პარტიამ მიზრუნოს იმაზეც, რომ საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ აღდგეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც ეს ანგარიშია აღნიშნული, მოსაოდნელია, რომ ქართული ოცნებისთვის მოვლენები მძიმე სცენარით გამითარდება. მათ შორის ერთ-ერთი სცენარი შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეების წარმოება კონკრეტულმა სახელმწიფოებმა თავიანთ ეროვნულ სასამართლოებში დაიწყონ, ან მოსაოდნელია, რომ მომზადეს სახელმწიფოთა შორის სარჩელი ქართული ოცნების წინააღმდეგ, რომელიც წარედგინება სტრასბურგის სასამართლოს. კიდევ ერთი და ყველაზე მძიმე სცენარის შემთხვევაში კი არ არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას ჰააგის ტრიბუნალის წინაშე მოუწიოთ წარდგომა. რაც რომ მძიმე პერსპექტივაა, ეს ცხადია ქართული ოცნებისთვისაც და სწორედ ამას გამოხატავს ეუთოში საქართველოს ელჩის ქართული ოცნების წარმომადგენლის ალექსანდრე მაისურაძის გზავნილი, რომელმაც ეუთოს 24 წევრ სახელმწიფოს მიმართა და ისაუბრა იმაზე ამ წერილში, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომუშავე ექსპერტმა მანდატი დაარღვია იმით, რომ მან ითხოვა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება, უბრალოდ დაუშვა საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება ქართული ოცნების წინააღმდეგ. ამიტომ ალექსანდრე მაისურაძემ თხოვნით მიმართა ეუთოს წევრ სახელმწიფოებს, რომ მისი შეფასებით პოლიტიკური მოტივით მომზადებული ეს დასკვნა სახელმწიფოებმა არ გაითვალისწინათ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მაისურაძის ამ თხოვნამ არ გაჭრა და როგორც უკვე აღინიშნა, ეუთოს წევრმა 24 სახელმწიფომ სრულად გაიზიარა იმ დასკვნის შინაარსი, რომელიც მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოში მომუშავე ექსპერტმა მოამზადა შესაბამისი რეკომენდაციებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს გაუმგლავდეს დემოკრატიული უკუქცების პრობლემას და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. დღეს განსაკუთრებით გსურს გამოვყოთ შემდეგი ნაბიჯები. პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატარონ სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუგერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდებაზე. პასუხისმგებაში მისცენ პასუხისმგებელი პირები. მეორე, საქართველომ უნდა გააუქმოს ან ფუნდამენტურად გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც არ შეესაბამება მის საერთაშორისო ვალდებულებებსა და ვალდებულებებს ადამიანის უფლებების სფეროში, მათ შორის უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ კანონებს, რომლებიც ეხება გრანტებს, მაუწყებლობასა და პოლიტიკურ მონაწილეობას. როგორც მომხსენებელი აღნიშნავს, ამ კანონების შესაბამისობაში მოყვანა მხოლოდ მცირე ცვლილებებით შეუძლებელია. ამით ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას აღადგინოს თანამშრომლობა ეუთო ოდირთან და ვენეციის კომისიასთან და სრულად შეასრულოს მათი რეკომენდაციები. მესამე, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტების და საჯარო დებატების სხვა მონაწილეების თვითნებური დაკავებისა და სისხლის სამართლებრივი დევნისგან, გააუქმოს თვითნებურად საყენებული ბრალდებები და გაათავისუფლოს პოლიტიკური მიზეზების გამო დაკავებული ყველა პირი. მეოთხე, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები, გააუქმოს ამ კუთხით განხილული განცხადებები და უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმის სრული პატივისცემა. და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს სასამართლოსადმი ნდობის აღდგენის აუცილებლობას სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერებით, სამართლიანი სასამართლო პროცესის გარანტიების უზრუნველყოფით და ისეთი ინსტიტუციების რეფორმირებით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეუთოს და ვენესუელის მრავალწლიანი ხელშეკრულებების შესაბამისად.
ამ ფონზე კი ანუ იმის გათვალისწინებით, რომ ეუთოში ქართული ოცნების წარმომადგენელმა საქართველოს ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ საგანგებო წერილის კი მოამზადა წევრი ქვეყნების მისამართით და ითხოვა მათგან, რომ არ გაითვალისწინონ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ამ დოკუმენტის შინაარსი. ქართული ოცნება გვიმტკიცებს, რომ ამ დოკუმენტს მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამის მტკიცებას უნდა აღინიშნოს, რომ ივანიშვილის პარტია ჯერ კიდევ დასკვნის გამოქვეყნებამდე შეუდგა, რადგან როგორც ჩანს მათთვის მოსაოდნელი იყო, რომ დასკვნა იქნებოდა კრიტიკული შინაარსის, თუმცა როგორც ჩანს დოკუმენტი ივანიშვილის პარტიისთვისაც კი მოსაოდნელზე მწვავე შინაარსის აღმოჩნდა, ამიტომ მათი შეფასებაც დღეს იმაზე მწვავეა, ვიდრე მაგალითად იყო გუშინ ან გასული დღეების განმავლობაში, ვიდრე დასკვნის შინაარსი საჯარო გახდებოდა და შესაბამისად ხელმისაწვდომი გახდებოდა თავად ქართული ოცნებისთვისაც. თუმცა ივანიშვილის პარტიაში ახლა მაინც ცდილობენ გვიმტკიცონ, რომ ამ დოკუმენტს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა და მეტიც გვეუბნებიან, რომ იმ შემთხვევაში თუ საქმე მივა კონკრეტული საქმეების საერთაშორისო დონეზე განხილვამდე ისინი ამით კმაყოფილიც კი იქნებიან, რადგან გვეუბნებიან, რომ ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ბრალდებების წარმდგენებს და არა ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას. ეს არის აბსოლუტურად ყურებზე დაფუძნებული ანგარიში და ამას დიდი ფასეულობა ჩვენთვის არ აქვს. თან რაღაცა ვითომ მუქარებიც გაურიეს, რომ ის სასამართლოებში აპირებენ საერთაშორისოში წასვლას. ჩვენ ამას მივესალმებით, ძალიან მომწონს ეს იდეა. იმიტომ რომ არანაირი მტკიცებულება იქ წარდგენილი არ იქნება, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ტყუილებზე არის დაფუძნებული და წარმდგენების სასამართლოდ გადავაქცევთ ამას. ეს მუქარები თავისთვის შეინახონ, მოახდენენ რეალიზაციას, ეს იქნება მათ წინააღმდეგ გამოყენებული მახვილი. აღმოაჩენთ სრულიად გამაოგნებელი ჩანაწერს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა მიმართოს მომწალავი ნივთიერებების გამოყენების შესწავლის თაობას. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში არავინ არ შეგხვიანებია, არავინ არ დაინტერესებულა და ახლა თურმე თვითონ ითხოვენ ამას, რომ ვიღაცამ გააკეთოს. ესეც მორიგი ტყუილი და ისევ ამ ნარატივიდან გამომდინარე. ქორწინების ალტერნატიული კონსტიტუციით ერთსქესიანთა ქორწინება ჩვენთვის აკრძალულია იმ გაგებით, რომ მის რეგისტრაციას სახელმწიფო არ მოახდენს. და მიმსგავსებული ასეთი ურთიერთობაც აკრძალულია ამ კანონით. რა ვქნათ, ქართველო ხალხო? დაუჯეროთ და დაუშვათ ასეთი ურთიერთობის რეგისტრაცია. შემდეგ შეკრებები და მანიფესტაციები, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ასეთი ტიპის ურთიერთობებს და ინცესტის დაშვებას. ეს არის ამ კანონში, რომ ეს არის აკრძალული. რა ვქნათ, დაუშვათ ასეთი მანიფესტაციები და შეკრებები, სადაც ინცესტი იქნება პოპულარიზებული. ბიძინა ივანიშვილი კი არ წარდგება ჰააგის ტრიბუნალის წინაშე. ის ადამიანები აგებენ პასუხს, ვინც ამ ტყუილებს იგონებენ. ეს არის დამოკლეს მახვილი კი, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, ეს არის საერთაშორისო სამართალი და ამ პასუხისმგებლობას ქართული ოცნება ვერ გაექცევა. კი, ეს არის ის, რაც თვითონ თავიანთი ქმედებებით, ძალადობით, რეპრესიით, ტერორით, ოპონენტების ციხეში და მუდმივ რეჟიმში ყოველდღიური ტერორი და ის მძიმე სპირალი, რომელშიც ჩვენი თანამოქალაქეები იმყოფებიან, საჭიროებდა პასუხს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და ექსპერტმა ჯგუფმა სწორედ მოამზადა ეს პაკეტი და რეკომენდაციები ითვალისწინებს იმას, რომ ან ეროვნულ დონეზე ეს ყველაფერი შესრულდება და საქართველოს კრიზისიდან გამოვა, ან ოცნების გუნდი, ივანიშვილის გუნდი მოექცევა საერთაშორისო გამოძიების ქვეშ. როგორც მოისმინეთ, ივანიშვილის პარტიის პოზიცია ხისტია, ისინი ამ დოკუმენტის ერთი რეკომენდაციის გათვალისწინებასაც კი არ აპირებენ, ანუ თითქმის 200 გვერდიან დასკვნაში, საიდანაც სხვათა შორის დიდი ნაწილი 90 გვერდი ეთმობა სწორედ ივანიშვილის პარტიის პოზიციის წარმოდგენას, არ აღმოჩნდა ერთი ჩანაწერიც კი, რომელიც ქართული ოცნების მთავრობისთვის გასათვალისწინებელი ფაქტორი იქნებოდა და რომელსაც ეს პარტია თუნდაც იმისთვის გამოიყენებდა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ევაჭრა, რის გამოც ოპოზიციაში და არა მხოლოდ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილის პარტიას მძიმე მომავალი ელოდება, იმდენად რომ არ არის გამორიცხული საქმე მივიდეს ჰააგის ტრიბუნალამდეც კი. საგანგებოდ არის აღსანიშნავი ის ჩანაწერიც, რომელიც უკავშირდება ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას, რადგან ამ დოკუმენტში ვკითხულობთ, რეკომენდაციების ნაწილში ვკითხულობთ, რომ ამ კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა უნდა იზრუნონ ფაქტის დამდგენი მისიის შეკრებაზე და ამის გამოგზავნაზე საქართველოში, იმისთვის, რომ გაირკვეს რა ნივთიერება გამოიყენა ივანიშვილის პარტიამ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში და ჰქონდა თუ არა საქმე მართლაც ქიმიური იარაღის გამოყენებასთან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.